რუსეთის ფედერაცია საავიაციო საწვავის ექსპორტს 6 თვით აჩერებს. მიზეზად მოსკოვის საშინაო მიწოდების უზრუნველყოფას ასახელებს. ცნობილია, რომ დროებითი შეზღუდვა 2026 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა და მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ამოიწურება. კრემლში ხაზს უსვამენ, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის საწვავის ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებაა, თუმცა მედიაში ხაზს უსვამენ, რომ ამგვარი ზომის მიღება უკრაინის მხრიდან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ენერგეტიკულ მარაგებზე მიტანილი გაძლიერებული იერიშების შედეგია. სწორედ ამ მიზეზით რუსეთში ნედლი ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი ბოლო 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როდესაც ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავიაციო საწვავის მარაგები ბევრი ქვეყნისთვის და ავიაკომპანიისთვის იქცა პრობლემად. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ექსპორტის შეზღუდვა ნავთობპროდუქტების გლობალურ ფასებზე გარკვეულ ზეწოლას შექმნის, ბლუმბერგში ვარაუდობენ, რომ მისი გავლენა შეზღუდული იქნება. ახალი აგრძელვა ვრცელდება ბირჟაზე შეძენილ საწვავზე. თუმცა შეზღუდვა არ შეეხება ტრანზიტში მყოფი საჰაერო ხომალდებისთვის განკუთვნილ საწვავს, რომელიც რეზერვუარებში უკვე მოთავსებულია. იგივე ეხება საავიაციო საწვავის იმ პარტიებს, რომლებთან დაკავშირებითაც საბაჟო პროცედურები დროებითი შეზღუდვის ამოქმედებამდე იყო დაწყებული. გამონაკლისია მთავრობათა შორისი შეთანხმებების საფუძველზე განსახორციელებელი მიწოდებაც.